მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. შემოგვერთით აუცილებლად გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. დღევანდელ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ აი ესეთი ჰექსაკოპტერი, რომლის სახელია JJRC H20 Nano Hexa. მოდით გადავიდეთ უკვე action კამერაზე და დავიწყოთ მისი განხილვა. გადავინაცვლოთ ჩვენს action კამერაზე უკვე და აი ეს არის ჩვენი პატარა ჰექსაკოპტერი JJRC H20 Nano Hexa. აი ესე ქვია მისი სრული სახელია, აი ესეთი და ეს არის ჩვენი პატარა ჰექსა თავისი პულტით. აი ეს არის მისი პულტი, ეს არის ჩვენი პატარა ჰექსა. მას აქვს 6 პროპელერი, ამიტომაც ქვია მას ჰექსაკოპტერი. როგორც იცით, 4 პროპელერიანი ვერსია არის quadcopteri, ეს არის ჰექსაკოპტერი და ასე შემდეგ. ეს არის მისი წინა მხარე, აი ეს არის მისი უკანა მხარე, ანუ წინა მხარე ფრონტი გამოიყოფა ესე ორი განსხვავებული თეთრი პროპელერით, ხოლო დანარჩენი უკვე გვამცნობს, გვაჩვენებს, რომ ეს არის მისი უკანა მხარე. ელემენტი, ანუ კვების წყარო მას აქვს ძალიან პატარა, ეს არის მისი კვების წყარო, ანუ პატარა ელემენტი. ის არის 150 მილი-ამპერიანი, მხოლოდ და მხოლოდ საიტის მიერ გაცხადებულია, რომ მისი ფრენის დრო შეადგენს დაახლოებით 5-7 წუთი. სახლის პირობებში ნამდვილად 6 წუთამდე გაქაჩა და მე მაინტერესებს დღეს გავსინჯო უკვე გარე პირობებში, თანაც დღევანდელი ამინდი ოდნავ ქარიანია და მოდით გავსინჯოთ ქარიან ამინდში, როგორ იქცევა ის, რამდენად დამჯერია და რამდენად კარგად დგას ის ჰაერში. ეს იყო მისი ელემენტი 150 მილი-ამპერიანი, ეს არის მისი ძრავები, 6 ცალი ძრავი და მისი პროპელერები და შესაბამისად, როგორც გითხარით, ორი თეთრი პროპელერი განსხვავდება მისი წინა მხარე და უკანა მხარის საჩვენებლად. ხო, საიტზე ასევე გაცხადებულია მისი ფრენის დიაპაზონი, რომ შეადგენს 30 მეტრს. მას ყუთში მოყვება ინსტრუქცია, რომელიც ჩინურ ენაზეა, სამწუხაროდ და პრინციპში არც არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ დიდად სამართავი და დიდი ინსტრუქციის მოთხოვნილება არ არის ამ ჰექსაზე. მარტივია მისი მართვა, მოყვება მას აგრეთვე აი ეს ორი პროპელერი დამატებითი, მხოლოდ ორი პროპელერი, მოყვება USB დამტენი და მოყვება პულტი. მასში იდება 2 ცალის 3A ელემენტი, რომელიც არ მოყვება, თქვენ უნდა შეიძინოთ. ეს არის მისი პულტი ზოგადად, შესაბამისად ყველა კვადრიკის ან ჰექსაკოპტერის პულტი ერთი და იგივეა, მით უმეტეს აი ესეთი იაფად გირებულების. მას აქვს რამოდენიმე კნოპკა, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად განვიხილავ და ეს არის მისი პულტი თლიანად. ეს არის ჩვენი კვადრიკი და მოდით ახლა დავხედოთ პულტს. პულტს აქვს, ჩვეულებრივი სტანდარტული წინ უკან, ანუ წინ უკან სიჩქარის მომატება დაკლება და ეს არის მისი იო, ანუ აი ეს როგორც შევთანხმდით წინა კვადრიკის განხილვისას, ეს არის მისი იო განზომილება, აი ეს. შესაბამისად მარცხნივ წინ უკან, მარცხნივ მარჯვნივ, ეს არის უკვე დამატებითი კლავიშები, რომელიც არეგულირებს თუ ოდნავ მიაკ მარცხნივ არ მარჯვნივ, ეს დაარეგულირებს, ან თუ წინ ან უკან მიაკ ოდნავ ცუდად, იგივენაირად დაარეგულირებს ეს, რომელსაც მე სიმართლე გითხრათ არ ვიგენებ, არც გამომიყენებია. ეს არის უკვე მისი სახში დაბრუნების კნოპკა, ბრძანება რომ დაბრუნდეს სახში.
სიმართლე გითხრათ, ის სახლის პირობებში გამოვცადე, მაგრამ ცოტა ცუდად მუშაობს, არ მომეწონა, ხოლო აი ეს კი რაც თავარია, არის ძალიან გიჟური კნოპკა, რომელიც აი ამ ჰექსაკოპტერს ახასიათებს. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ იგი ძალიან სწრაფია, უაზროდ სწრაფია და აი ამ სწრაფ რეჟიმში მისი ტარება შეიძლება ითქვას, რომ თითქმის შეუძლებელია, არ ვიცი, ალბათ ჯერჯერობით ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია. და მას აქვს 3 გადასართველი, ანუ 3 რეჟიმი. პირველი, მეორე და მესამე. მესამე რეჟიმი არის უაზროდ სწრაფი, მისი ტარება თითქმის შეუძლებელია, ძალიან ჩქარი გადახრები აქვს, აი ესეთი ჩქარა მოძრაობს, ძალიან ჩქარა იცვლის მიმართულებას და ალბათ აი მხარიან პირობებში მეტად შეუძლებელი იქნება, შესაძლებელია წაიღოს აქეთ ძალიან ჩქარა და ვერ დავიმორჩილოთ იგი. ამიტომ მე შევეცდები, პირველ მეორე სიჩქარეზე მაინც გავსინჯო. მოკლედ გადავიდეთ უკვე მის ჩართვაზე და გატესტვაზე. შევაერთოთ კვების წყარო, აი ესე. როგორც ხედავთ კამერაში თუ ჩანს დღის სინათლეზე, მისი ლედები აციმციმდა, ეს წითელი და ლურჯი ფერები. ჩვენს წინა კვადრიკს ლურჯი ფერი ქონდა პირიქით უკანა მხარეს, ხოლო წითელი ფერი ქონდა წინა მხარეს. ამ შემთხვევაში ჰექსაკოპტერზე აქვს შეტრიალებული ვარიანტი გვაქვს, არ ვიცი რატო, მაგრამ ასეა, ქარხნულად წითელი მხარე არის უკან, ხოლო ლურჯი მხარე არის წინ. ის ციმციმებს და ელოდება ჩვენი პულტის ჩართვას. პულტი ირთვება აი ასე, აი შეხედეთ, ის აციმციმდა და ელოდება უკვე კვადრიკის ჰექსაკოპტერის ჩართვას, ანუ ჯერ არ იციან ერთმანეთი ჩართულია თუ არა. მოდით დავანახოთ ახლა ერთმანეთი. დავდოთ შეძლების დაგვარად სწორ ზედაპირზე, აი ასე. და აი ესეთი მოძრაობით 1 2 და აი დაინახეს უკვე ერთმანეთი და უკვე ჩვენ შეგვიძლია იგი დავქოქოთ ARM რეჟიმში მოვიყვანოთ, ანუ მზადყოფნის რეჟიმში მოვიყვანოთ და უკვე გავუშვათ იგი საფრენად. პირველ რიგში უნდა გავასწოროთ გიროსკოპი, რომელიც სტანდარტულია აი ამ ვერსიის კოპტერებზე. აი ეს ორივე ჯოისტიკი უნდა გადმოვწიოთ მარცხენა მხარეს ბოლოში. აი იგი აციმციმდა, თუ ხედავთ კამერაში თუ ჩანს მისი ციმციმი. ან კიდევ შევეცადოთ, მოდით თავიდან გავაკეთოთ გიროსკოპი და კალიბრა, ანუ კალიბრაცია გაკეთებულია და ეხლა უკვე გავუკეთოთ კალიბრაცია მის წინა და უკანა მხარეს. ანუ მას უნდა დავანახოთ, რომ აი ეს მიმართულება, პულტის აი ეს მიმართულება არის წინა მხარე და ეს არის უკანა მხარე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თუ დავაჭერთ თქვენ სახში დაბრუნების კლავიშს, მან იცოდეს წინა და უკანა მხარე და შესაბამისად დაგიბრუნდეთ უკან იქ, სადაც პულტია განლაგებული. აი ესევე გადმოვწიოთ ესეც, აი ასე და იგი აციმციმდა, გასწორდა. ოპა! აი ესეც ჩვენი პატარა ჰექსაკოპტერი. საკმაოდ დამჯერია, მე მგონი, კარგად იქცევა და აბა უკვე გავუშვათ ცოტა იქით. ქარი თავისას მაინც შვება. აი ისიც. ოპს. გაიჭედა ხეებში. აი ჩამოვიგეთ. წავედით კიდევ ახლიდან. წავიდა. კიდევ ერთი რამ კვადროკოპტერების, ჰექსაკოპტერების და საერთოდ ესეთი ფრინავი აპარატების დამახასიათებელი ერთი თვისება.
როგორ სწორდება ის ჰაერში? ნუ მოკლედ ის უკვე იცით, რომ აი ესე ჯვარედინად მიმართულებით მუშაობს პროპელერები, ხოლო რაც შეეხება მის ავტომატიზაციას, როგორ დგას, იგი უკვე ის რეგულირდება შიგნით უკვე არსებული სქემით. და აი ეს დემონსტრირება, შეხედეთ, აი დავატრიალებ აი ამას და მიმართულება იმის მიხედვით საით იხრება ავტომატურად შესაბამისად პროპელერები ჩერდება ან უმატებს ტრიალს. აი შეხედეთ, აი შეხედეთ, ეს არის სწორედ ამის დემონსტრაცია, როგორ რიგრიგობით ჩერდება ან უმატებს სიჩქარეს. სწორედ აი ამის ხარჯზე დგას იგი აი ესე ჰაერში. ნუ შესაბამისად თქვენც უნდა იცოდეთ მისი მართვა და ასე შემდეგ. მოდით შევეცადოთ ახლა დავაჭიროთ ერთხელ აი ამ კლავის და აი გაიგეთ უკვე ორი ბიპი, ეგრეთ წოდებული, ორი ხმა, იგი გადაერთო ოდნავ ჩქარ რეჟიმზე და გავსინჯოთ ახლა მისი სიჩქარე. ავწიოთ ჰაერში და აი შესაბამისად უკვე ის გაცილებით ჩქარია და მისი მართვა უკვე ნელ-ნელა ძნელდება, თან ქარის მიმართულებაც ცოტა წყლისკენ მიაქვს და უბრალოდ ვერიდები გავუშვათ კიდევ ახლიდან. შევეცადოთ ოდნავ ნიავი ჩადგეს და მოდით კიდევ გავუშვათ ახლიდან. წავიდა. ოპს. კიდევ ვერ მოერია ქარს და ჩამოგვივარდა მოსახლეში ცუდად შევიდა. და მოდით ახლა უკვე გადავრთოთ ბოლო სიჩქარეზე. დავაჭიროთ აი ამ კნოპკას და თქვენ უკვე გაიგეთ 3 ბიპი. ახლა ის არის მაქსიმალურ სიჩქარეზე და ამას ქვია insane რეჟიმი და ნახოთ როგორ წავა იგი. ოპა! ძალიან ჩქარია, ძალიან უაზროდ ჩქარია და ვერიდები არ წაიღოს წყლისკენ და ვცდილობ რომ თუ ოდნავ მიმართულება შეიცვალა, ჩამომაქ აი ესე სიჩქარის კლავიში დაბლა, რომ გამოირთოს იგი და ჩამოვარდეს. მას ასევე შეუძლია გააკეთოს ფლიპები ჰაერში, აი ესე რა მიმართულებასაც მისცემთ იმის მიხედვით და მოდით ვცადოთ უკვე ერთი ფლიპის გაკეთება. წავედით. აი ესე ჩავთოთ ფლიპ რეჟიმი და აი მისი ერთი ფლიპი, ჩავთოთ ფლიპ რეჟიმი და აი კიდევ ერთი ფლიპი, აი ესე. ჩავთოთ ფლიპ რეჟიმი და აი მისი ფლიპიც შეასრულა, აი კიდევ ერთი ფლიპიც. ერთი ფლიპიც. მოდით ახლა გავსინჯოთ, შეძლებს თუ არა იგი ხელიდან გაშვებულ რეჟიმში დაიჭიროს თავი და გააგრძელოს უკვე ფრენა. 1 2 3. დიახ, მან ეს შეძლო. საკმაოდ კარგად დაიჭირა თავი და მეორეც და 1 2 3. დიახ, მან ეს ისევ შეძლო. საკმაოდ კარგად გაართვა თავი. მესამეც და 1 2 3. მესამეც დაზეც კარგად გაართვა მან თავი და საბოლოო ჯამში ეს არის საკმაოდ კარგი მდგრადი ჰექსაკოპტერი, რომელზეც შემიძლია რეკომენდაცია გაუწიო ყველას და რა თქმა უნდა შესაძენ ლინკს დავდებ ქვევით ვიდეოს description-ში. აუცილებლად ნახეთ ეს ჩვენი პატარა JJRC H20 ნანო ჰექსაკოპტერი. რა თქმა უნდა იგი ძალიან ჩქარია, რა თქმა უნდა იგი კარგად დგას ჰაერში, მისი მართვა ადვილია
და მისი ხანგრძლივობა თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ როგორც სახლის პირობებში, ასევე გარე პირობებში ალბათ იგივე გამოდის და დაახლოებით ალბათ 5-6 წუთი მაინც გაკაჩავს მისი ფრენის ხანგრძლივობა. მინდა ყველას გირჩიოთ, შეგიძლიათ შეიძინოთ. ის არის საკმაოდ გამძლე ჰექსაკოპტერი. როგორც ხედავთ, აქ ძალიან ბევრჯერ დაეცა უკვე, მას არაფერი მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს მიწაზე, ქვაზეც ეცემა, ასევე მინდა გითხრათ, რომ სახშიც, ქუჩაშიც, ასფალტზეც ძალიან ბევრჯერ დაცემულა და საკმაოდ გამძლე ჰექსაკოპტერია, რომელიც ასევე დაცულია ესეთი პროპ გარდებით, ანუ პროპელერების დაცვით. არავის არ ურჩევ მის მოხსნას, რადგანაც ის ძალიან მალე პრინციპში ერთ შეჯახებისთანავე შეიძლება დატყდეს მას ეს პროპელერები, მიუხედავად იმისა, რომ ორი მაინც მოყვება სათადარიგო, ძალიან ხშირად გატყდება და ამიტომ არ არის ის მაინც და მაინც ძვირი $1-მდე ალბათ სულ ყველა 6-ვე, მაგრამ მოგიწევთ ლოდინი მანამდე სანამ ჩამოგივათ და ისევ გააგრძელებთ თამაშს. ამიტომ მოხსნით აი ამ დაცვას. ის ძალიან კარგია, ძალიან გეხმარებათ და არ დაიჯეროთ, რომ აი ამებთან ერთად მისი ფრენა შეიცვლება უკეთესობისკენ და ასე შემდეგ. მოკლედ მე არ ხსნი აი ამ დაცვას და საკმაოდ ძალიან ბევრჯერ დამცემია ეს ძირს. ასფალტზეც, სახშიც, აი აქ მიწაზე ძალიან ბევრჯერ დაეცა, მაგრამ საკმაოდ გამძლეა, ყველას გირჩევთ მის შეძენას და ძალიან გაერთობით აი ამ პატარა ჰექსაკოპტერით. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან ერთად იყო მიხეილი. მიხეილ HD-ა ჩემი არხი YouTube-ზე, შემოგვერთით აუცილებლად გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. გააკეთეთ ლაიკები, და გავიწყდებათ ლაიკის გაკეთება და აუცილებლად გააკეთეთ კომენტარები. დროებით, კარგად, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Sudata sakme. Წავიდა ვერ მოვასწრე კამერით და ჩეს. დაჭდა. Ეთქობა. დაჭდა, რა დროს დაჭდა რა. Santos que te Ay, si ven ahorita. Muridos. Dačka. Timer for 10 minutes. Okay, 10 minutes, starting.